გავაგრძელოთ მეგობრებო, ჩვენ ამოცანების განხილვა გაჩერებული ვართ 21-ზე. მოდიება, სრულად წავიკითხოთ, გამოვაჩინოთ პირობა. ახლა რას გვეუბნება 21 ნომერი. ცოტა შეიძლება, ჩვენ ამის გავსები პრინციპში გვაქვს გაკეთებული, მაგრამ ცოტა სხვანაირად კეთდებოდა. აქ მეთოდი იგივეა, ვიცით რაც ამას სჭირდება, მაგრამ ახლა რა ხდება, კითხვა როგორ არის დასული. ესე იგი 1-დან 30-მდე ყველა ნატურალური რიცხვის ნამრავლია მოცემული, ხო? 1-ჯერ, 2-ჯერ, 3-ჯერ და ასე შემდეგ 29-ჯერ 30. უნდა ვიპოვოთ 100, ხო, ეგ e არის, ეგ e უდრის 100-ს. უნდა ვიპოვოთ k-ს უდიდესი მნიშვნელობა, ანუ k-ს მაქსიმალური მნიშვნელობა მაინტერესებს. თუ 3 ხარისხად k არის p-ს გამყოფი, ანუ ვიცი რომ p იყოფა 3 ხარისხად k-ს და მაინტერესებს k-ს მაქსიმალური მნიშვნელობა. ანუ კითხვა პრინციპში რაში მდგომარეობს, იცით? e მაქსიმუმ რამდენ სამიანზე იყოფა. ანუ ეს გამყოფი თუ არის 3 ხარისხად k, პირობითად p იყოფა 3-ის მეოთხე ხარისხზე, ხო? ანუ გამოდის რომ p-ს აქვს უნარი 4 ცალ სამიანზე გაიყოს. ეს დროულად რა, გავყავთ 4 ცალ სამიანზე. მაგრამ k-ს მაქსიმუმს თხოვენ. ესე იგი, რა თქმა უნდა, თუ p იყოფა 3-ის მეოთხე ხარისხზე, p თავისთავად იყოფა 3-ის კუბზეც, p თავისთავად იყოფა 3-ის კვადრატზეც, მაგრამ კითხვა არის, აი, მაქსიმუმ რამდენ ცალ სამიანზე გაიყოფა p. და გაიხსენეთ ასეთი რაც თუ არა გვაქვს ჩვენ ნაპოვნი. თუ გახსოვთ ჩვენ გვაქვს ასეთი ამოცანა გარჩეული 1-დან 50-მდე ან 100-მდე რიცხვების ნამრავლი რამდენი ნულით ბოლოვდება. ხო? და როგორ ვიქცეოდით? ნუ ნულით დაბოლოებაზე გავლენას ახდენს და ორიანების და ხუთიანების წყვილები ნამრავლში, მაგრამ რადგანაც აქ მიყოლებითაა რიცხვები, ხო, 1-ჯერ, 2-ჯერ და ასე შემდეგ, ორიანების რაოდენობის დათვლა ზემოდი რუტინაა. თუ ჩვენ დავთვლით რამდენ ცალ ხუთიანზე იყოფოდა ეს ნამრავლი, ორიანი აუცილებლად მეყოლებოდა საკმარისი რაოდენობით 11 წყვილით, ხო? ფაქტობრივად რას ვაკეთებდი? მე ვაკეთებდი 1-დან მეყოლებული რიცხვების ნამრავლი რამდენ ცალ ხუთიანზე იყოფოდა, ამის ტექნიკა დავამუშავეთ ჩვენ. ეს რა არის გასაკეთებელი? იგივე არ არის? უბრალოდ უნდა გავარკვიო რამდენ ცალ სამიანზე იყოფა რიცხვების ნამრავლი. ნუ p არის რიცხვების ნამრავლი 1-დან 30-მდე და ადრე რასაც ვაკეთებდით 5-ზე, ახლა უნდა გავაკეთოთ 3-ზე. ანუ დინამიკა როგორი იყო ახლა მსჯელობის. ესე იგი მე მხოლოდ გავარკვიო ეს 1-დან 30-მდე რიცხვების ნამრავლი რამდენ 3-ის რა k ხარისხზე იყოფა, ხო? აი k უნდა იყოს რა შეიძლება დიდი. ანუ ფაქტობრივად მე უნდა ვნახო სულ რამდენ ცალ სამიანს შეიცავს ეს გამყოფად. ყველა სამიანი გამყოფად რაც გააჩნია ამ ნამრავლს უნდა გამოვიტანო და ის იქნება 3-ის ხარისხი ზუსტად, ხო, იმდენ ცალ სამიანზე გაიყოფა. რას ვაკეთებთ ამისთვის? ყოველ მესამე რიცხვს ვახულობთ. ამით რას შვებით, მთელ ნაწილს ავიღებთ ვისას. 10 ცალი 3-ის ჯერადი რიცხვია, ანუ 10 ცალის, ესე იგი 10 რიცხვი მომცემს თითო სამიანს გამყოფად. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი რიცხვი 2 ცალ სამიანსაც იძლევა გამყოფად. ანუ 30-ს გავყოფით 3-ის კვადრატზე. ნუ ეგ იქნებოდა სულ რამდენი ასეთი რიცხვი გვაქვს? 3 ცალი, ხო? 9-ის ჯერადი 3 ცალი რიცხვი გვაქვს. მე 30-ს გავყოფთ 3-ის კუბზე, ანუ რამდენი ცალი რიცხვი მაძლევს მესამე სამიანსაც, ასეთი ერთია და სულ მეგობრებო 14 ცალი სამიანი მოგვიგროვდებოდა გამყოფად. ანუ გამოდის რომ k უდრის 14-ს. e გაიყოფა ყველაზე დიდი შეიძლება გაიყოს 3-ის მე-14 ხარისხზე.
ნუ თავისთავად 3/13 და 3/14 და ასე შემდეგ, მაგრამ მაქსიმუმ გარკვეულდა 3/14 ხარისხს. მოდი ნახოთ ახლა 122 ამოცი. ასეთ ხოვს ჩვენ. x-ი ღებულობს მნიშვნელობებს, ანუ x-ი იღებს მნიშვნელობებს აი აქედან, ამ სიმრავლიდან. ახლა ჩვენ სიმრავლეებიც არ გვაქვს ახსნილი, ეს ფავერიზის ნიშა, ასე რომ ცოტა წინწრებად გვეუბნება რაღაცებს. ეს გასაგებიც, მაგრამ თუმცა მოსწავლე დამოუკიდებლად მუშაობს, მისთვის შეიძლება ეს პრობლემა იყოს. რომ სიმრავლე აღინიშნება ასე ფიგურული ბრჭყალებით და რა არის ახლა ჯერჯერობით რომ გვახსოვდეს ელემენტების ერთობლიობა მეტი არაფერი, ანუ x-ი ან -4 იქნება, ან -3, ან -2, ან -1, y-ი შესაბამისად ან 7 იქნება, ან 8, ან 9. ნუ რაღაც პატარა ტომარა და იღებს შეიძლება მიიღოს ეს ნიშნულები, y-ის პატარა ტომარა, საიდანაც ნუ ამოვიღებთ ან 7-ას, ან 8-ას, ან 9-ას და იქნება y-ის ნიშნულები. და ჩვენ გვეკითხებიან x + y-ი რამდენ განსხვავებულ მნიშვნელობას მიიღებს. ანუ ნუ ჩამოვწეთ ახლა, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? ესე იგი, x-ი მიიღებს რომელიღაც მნიშვნელობას აქედან, y-ი აქედან და x + y-ი საბოლოოდ რა გავა? ნუ განვიხილავთ რა მნიშვნელობებს. -4 რომ ამემოყო x-ების მნიშვნელობიდან, ის შეიძლება შეწყვილებოდა ან 7-ს, ან 8-ს, ან 9-ს. -3 რომ ამემოყო ის შეუწყვილდებოდა ან 7-ს, ან 8-ს, ან 9-ს, -2-ც ანალოგიურად. ეს ძალიან ისეთი მუშა მეთოდია, მეგობრებო. აი ნახეთ, აი რა დროს კარგა, არაფერს განსაკუთრებულს დაახლოებით 2 წუთში ამოცანა ამოხსნილი იქნება. ან ასეთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ ახლა. ასე, დავთვალოთ ახლა ეს მნიშვნელობები. ეგ არის 3, 4, 5, 4, 5, 6, 5, 6, 7, 6, 7, 8. და ჩვენ გვინდა რამდენი განსხვავებული მნიშვნელობა იღებს x + y, ანუ იღებს 3-ას, 4-ას, 5-ას, 4-იანი, 5-იანი უკვე დაფიქსირებული მაქვს. 6-იანია განსხვავებული, 5-იანი და 6-იანი უკვე მაქვს. 7-იანია განსხვავებული და 8-იანი. ანუ მივიღეთ 6 განსხვავებული მნიშვნელობა. პასუხი არის 6. მაგრამ როგორ შეიძლება ეს მარტივად ამოხსნა? დავუკვირდეთ ახლა სულ ცოტა რა დროს იქნება ჯამის მნიშვნელობა, ანუ x + y რა დროს მიიღებს მინიმუმს. თუ x-ებიდანაც ყველაზე პატარა მაქვს აღებული და y-ებიდანაც ყველაზე პატარა, ხო? და მაქსიმალურ მნიშვნელობას რას მიიღებ და თუ x-ებიდან რა შეიძლება დიდი მაქვს აღებული და y-ებიდანაც რა შეიძლება დიდი მაქვს აღებული და ეგ იქნებოდა 8. ახლა დააკვირდით, ანუ 3 არის მინიმალური მნიშვნელობა, 8 არის მეგობრებო მაქსიმალური მნიშვნელობა და დააკვირდით ერთ გარემოებას. რადგანაც მიყოლებით არის აქ რიცხვები აღებული, ზემოთაც და ქვემოთაც, ხო? სხვა ვარიანტების განხილვა არ გააკეთებდა დიდ დახტომებს. ანუ ახლა მინიმუმი არის 3, მაქსიმუმი არის 8, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მათ შორის მდებარე ყველა რიცხვ მნიშვნელობას მიიღებ და შედეგად x + y ზოგადად, მაგრამ რადგანაც მიყოლებითაა რიცხვები აღებული აქ, ყველა მთელი რიცხვი აღებული აქაც და აქაც, ამიტომ კომბინაციები ჯამების აუცილებლად მოგვცემდა ყველა მთელ მნიშვნელობას მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის. და პასუხი გამოდის, მეგობრებო, ანუ რადგან 3 იყო მინიმალური და 8 მაქსიმალური, ყველა მთელი რიცხვი იქნებოდა 3-დან 8-ის ჩათვლით პასუხი, ანუ 6 ცალი. იმედია გავიგეთ ეგ და გავაგრძელოთ საუბარი. ვთქვით, რას გთხოვს 123. ესე იგი 1, 2, 3 და ასე შემდეგ x-ი ნატურალურ რიცხვთა მიმდევრობაში ზუსტად 61 ცალი 11-ის ჯერადი რიცხვი გვაქვს. 61 ცალი 11-ის ჯერადი რიცხვი გვაქვს.
და თხოვენ აი x-ი რა შეიძლება იყოს მაქსიმუმ და x-ი რა შეიძლება იყოს მინიმუმ. ახლა დავიკვირდით მეგობრებო, 11-ის ჯერადი რიცხვი თუ 61 ცალი გვხვდება. 11-ის ჯერადი რიცხვი პირველი არის 11, ხო? ეგ არის 1 ჯერ 11. მეორე 11-ის ჯერადი რიცხვია 22, ანუ 2 ჯერ 11. ანუ მეათე 11-ის ჯერადი რიცხვი რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 10 ჯერ 11, ხო? ანუ 110. რა იქნებოდა 61 11-ის ჯერადი რიცხვი? ეს იქნებოდა 61 ჯერ 11, ხო? ანუ რომ გადავაბრალოთ ახლა 671. ანუ ოქროები, ესე იგი 1-დან მოყოლებული, აი ასე რა. ციგნები რომ დავსვათ. აი ასე. სულ ცოტა 671-ის ჩათვლით უნდა ამომეწერა, ხო, რიცხვები? აბა 670-ის ჩათვლით რომ ამომეწერა, მე-11-ის ჯერადი რიცხვი აღარ გვექნებოდა, ხო? ამიტომ მინიმუმ ამოწერილი უნდა იყოს 671 რიცხვი. მაგრამ ახლა რატომ აკითხვა, ახლა ეს მინიმუმ მაქსიმუმ რას ნიშნავს? x-ი რომ ყოფილიყო მაგალითად 1, 2, 3 და 672. რამდენი ცალი 11-ის შერადი რიცხვი იქნებოდა მათ შორის? ისევ 11. იმიტომ რომ 671-იც არის აქ და მომდევნო 11-ის შერადი რიცხვი აღარ მაქვს. რა არის მეგობრებო მომდევნო 11-ის შერადი რიცხვი? მომდევნო 11-ის ჯერადი რიცხვი არის ოქროები 682 და 682-ის ორს ვეღარ შევიტან ამ მიმდევრობაში. ანუ აქ რომ ყოფილიყო 681 x მაგალითად, სულ 681 ცალი რიცხვი რომ ყოფილიყო ამოწერილი, შედეგი მაინც მიღწევადი იქნებოდა. მაინც 11 ცალი 61 ცალი 11-ის ჯერადი რიცხვი მექნებოდა მეგობრებო. მაგრამ 682-ს თუ დავწერ უკვე მექნება 12 ცალი 11-ის ჯერადი რიცხვი. ანუ აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა რაც შეიძლება მიიღოს x-მა, ეს არის 681. ამაზე დიდ ფიზიკურად ვერ მიიღებს, რადგან უკვე 62 11-ის ჯერადი რიცხვი გაჩნდება ჩანაწერში. თუ მაქსიმუმ 681, მინიმუმ 671. მოდი ნახოთ ახლა 124 ამოცანა რას გვეუბნება. ესე იგი უნდა ვიპოვოთ y-ის უმცირესი ნატურალური მნიშვნელობა თუ 3150 ჯერ y არის მთელი რიცხვის კვადრატი. აჰა, გავიგე. ესე იგი 3150 ჯერ y არის, ну, რაღაც კვადრატი, რაღაც x კვადრატია რა. და მე უნდა ვიპოვო y-ის მინიმალური მნიშვნელობა. ანუ რა ხდება ახლა მეგობრებო? რიცხვი რომ იყოს ზუსტი კვადრატი, რა უნდა ხდებოდეს? ყველა გამყოფი უნდა ქონდეს რაღაცნაირად წყვილ-წყვილად, ხო? ну, პირობითად ახლა 4 არის 2-ის კვადრატი და 4 იშლება 2 ჯერ 2-ად, ხო? 5 არის, მეგობრებო, 25 არის 5-ის კვადრატი და როგორ იშლება 25 5 ჯერ 5-ად და ასე შემდეგ. მოიცა როგორ მოვიქცეთ მაშინ? ავდგეთ დავშალოთ 3150 მარტივ ამრავლებად. ასე. ვნახოთ რომელი გამყოფი არ იქნება წყვილად და y-ს მივანიჭოთ შესაბამისი მნიშვნელობა ისე რომ გაწვილდეს ეს გამყოფები. თან რაც შეიძლება თუ არის საშუალება, ну რაღაცა მრავალვარიანტული სიტუაცია თუ იქნა, y იყოს შეიძლება პატარა. აბა ვნახოთ. ეს 2-ზე იყოფა ერთხელ 5 7 0. ხო, არის ასე არა. როგორ იქნება? ესე იგი 3-ში ერთხელ 11-ში 5 ჯერ ჩება 1 15-ში 7 ჯერ ჩება 10 და 5. კი ბატონო. ეგ 3-ზე ხო არ იყოფა? კი, 3-ზე იყოფა, მოდი გავყოთ 15-ში 5 ჯერ, 7-ში 2 ჯერ, 8-ში 5 ჯერ. ეს კიდევ იყოფა 3-ზე. ესე იგი ერთხელ ჩება 2 21-ში 7 ჯერ ჩება 1. აჰა.
ეს აღარ იყოფა 3-ზე, მოდი ახლა გავყოთ 5-ზე. ეს მოთავსდება 3-ჯერ. 2 25-ში. 5-ჯერ, ეცადე 25-ში 5-ჯერ. კი ბატონო, ეს კიდევ იყოფა 5-ზე, ეს არის 7 და 7-1. ანუ რა მივიღეთ ჩვენ 3150. მეგობრებო, 2-ჯერ 2-ის 1 ხარისხი, 3-ის კვადრატი, 5-ის კვადრატი და 7-ის 1 ხარისხი. ასე, აი, რაზე უნდა გამრავლდეს ეს გამოსახულება? აი, რაზე უნდა გამრავლდეს, რომ ზუსტი კვადრატი მივიღოთ, ხო, აი, კვადრატი გამოვიდეს. ყველა გამყოფი უნდა იყოს დაწყვილებული. 3-აზე და 5-აზე გამრავლება აღარ მჭირდება. იმიტომ ესე იგი ისედაც წვილად არის. რა სჭირდება დაწყვილება? ჭირდება 200 და ჭირდება 700. ანუ მე თუ კითხვის ნიშნის მაგალითად ავიღებდი 2-ჯერ 7-ს, ეს მინიმუმი, ეს აუცილებელია. ახლა რომ არ ეთხოვათ მინიმუმი და რაღაც სხვა ეთხოვათ, 2-ჯერ 7 აუცილებლად იქნებოდა აქ ასაღები და კიდევ რაღაცაზე გავავლავთ. და მორჩა დავთავდა, უკვე იქნება ზუსტი კვადრატი 2-იც კვადრატში იქნება, 3-იც, 5-იც, 7-იც და ნუ x იქნებოდა 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ, 7, ანუ ამის კვადრატი იქნებოდა მთლიანად ეს გამრავლება. ანუ y უნდა იყოს ზუსტად ეს დამატებითი ერთეული მომენტები და 2-ჯერ 7. ანუ 14. კარგი, აბა 125 ამოცადა ვნახოთ ახლა რას გვიბზადებს. დავაკვირდეთ. ესე იგი ნატურალური რიცხვის ჩანაწერი შედგება 12 ერთიანისგან და 13 ნულიანისგან. ნუ ახლა აქ არის ერთიანები, 12 ცალი, მეგობრებო, 12 ცალი და არის ნულიანები, ხო? ასე, ეს არის 13 ცალი. შეიძლება თუ არა ეს რიცხვი იყოს რომელიმე ნატურალური რიცხვის კვადრატი. ახლა მეგობრებო, აქ უცებ შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ეს ნულიანები აუცილებლად ბოლოში უნდა იყოს. არა, ხო შეიძლება ასე იყოს 1 რაღაცა, მერე ნულები იყოს ესენი ყველა მოწმული და მერე კიდე 1-ები. ანუ ვიღაცას რო ეთქვა, რომ რადგანაც 13 ნულით ბოლოვდება, ზუსტი კვადრატი რომ იყოს ლუწი რაოდენობის ნულებით უნდა ბოლოვდებოდეს, ამიტომ ვერ იქნება რიცხვის კვადრატი. ეგ ტყუილი მსჯელობა იქნებოდა, იმიტომ რომ არ არის სავალდებულო, ახლა არავინ არ გეუბნება აქ, რომ ნულები უნდა იყოს მაინც ბოლოში. ანუ ეგ ლოგიკა არ ვარგა, რომ თქვენ ნულების მიხედვით შეაფასოთ, მეგობრებო, აღნიშნული რიცხვი არის თუ არა რაიმეს კვადრატი. ნუ ეგ არ არის სავალდებულო, ასე მიყოლებით იყოს. არ ვიცი მე სად არის ეს ნულები და ერთები ახლა. დააკვირდით ედგარებოდეს. აი ეგ არის ძალიან მაგარი ინდიკატორი ხოლმე და დაგჭირდება ეს 3-ზე და 9-ზე გაყოფა ამ კუთხით არის ძალიან მაგარი. ციფრთაჯამი რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნებოდა აქ ერთიანები და ნულიანები? ანუ პრობლემას რა ქმნის, მეგობრებო, რომ ჩვენ არ ვიცით განლაგება ამ ციფრების, ხო? როგორ არიან ეს ციფრები განლაგებული. მაგრამ რა არის ის მუდმივი მომენტი, რაც არ იცვლება ციფრთა განლაგების მიუხედავად, ხო? აი როგორათაც არ უნდა იყოს ციფრები განლაგებული, მუდმივად ერთი და იგივე რა იქნებოდა ციფრთა ჯამი. და ციფრთა ჯამი რა არის? ციფრთა ჯამი არის 12. 12 თუ არის ციფრთა ჯამი, ესე იგი რაზე იყოფა რიცხვი? ანუ გამოდის, რომ აი ეს რიცხვი, აი ეს x-ის კვადრატი იყოფა აუცილებლად 3-ზე. ხო, მაგარია. მაგრამ ახლა დაფიქრდით. თუ რიცხვი იყოფა 3-ზე, ის რომ ზუსტი კვადრატი იყოს, რა უნდა ხდებოდეს? 3-იანი ცალად კენტად ხო არ იქნება გამყოფად? ის აუცილებლად 9-ზეც არ უნდა იყოფოდეს? აი შესაძლებელია მარტო 3-ზე იყოფოდეს რიცხვი და ის იყოს რაიმეს კვადრატი. აბა დაფიქრდით, ცოტა ინტუიციურად, პრინციპში ინტუიციურად აღარც გამოდის. არა, შეუძლებელია, ხო? როგორ შეიძლება 3-ჯერ რაღაცა იყოს რიცხვის კვადრატი, თუ ეს რაღაცაც არ იყოფა 3-ზე. იმიტომ რომ ჩვენ ყველა მარტივი გამყოფი რიცხვის კვადრატში უნდა გვქონდეს წვით-წვინად. არა და მეგობრებო, x კვადრატი აღარ იყოფა ასე. არ იყოფა 9-ზე, იმიტომ რომ ციფრთა ჯამი 12-ია და 9-ზე რომ უნდა იყოფოდეს, უნდა იყოს 9-ის ჯერადი ციფრთა ჯამი. ესე იგი რა გამოდის? არ იქნება ნატურალური რიცხვის კვადრატი.
იმიტომ რომ 3-ზე თუ იყოფა 9-ზეც უნდა იყოფოდეს, მაგრამ 9-ზე არ იყო. აი ხედავთ როგორ ვაჩვენეთ რომ ეს რიცხვი ვერაფრით ვერ იქნება მეგობრებო ზუსტი რიცხვის კვადრატი. არა იმის გამო რომ ნულები და ბოლოში მომეთავსებდა, არა ნულები არის ისე ბოლოში მოთავსდება თუ არა. ციფრთა ჯამი იყო აქ გადავწყვეტი ფაქტორი. ანუ პასუხი იქნებოდა არა. არ არის ზუსტი რიცხვის კვადრატი. 126-ეც იდენტური ამოცანაა და ავტორი სწორადაც იქცევა რომ ცოტა ართულებს, ხო? რომ არის 100 ნულიანი, ნულები გვაქვს 100 ცალი, ამ რიცხვში ერთიანები გვაქვს 100 ცალი, ხო? ორიანებიც 100 ცალი, ხო? და ახლა ამ რიცხვს ხო ვერ ჩაწერ, რაღაცა მსგავსი რამ უნდა მოიფიქრო, ნუ იქნება თუ არა ეს რიცხვი რაღაცის კვადრატი და ისევ ციფრთა ჯამი. ციფრთა ჯამი რა გამოდის? ციფრთა ჯამი გამოდის 100 ცალი ერთიანი თუ აქვს 100-ჯერ 1-ს, დამატებული 100-ჯერ 2, დამატებული 100-ჯერ 0, ხო? ეგ არის რომ 200, 500 გამოდის ციფრთა ჯამი, 500 არის 300 გამოდის ციფრთა ჯამი. და ციფრთა ჯამი 300 თუ არის, ესე იგი ეს რიცხვი ეს x კვადრატი 3-ზე გაიყოფა, იმიტომ ციფრთა ჯამი 3-ის ჯერადი, მაგრამ 9-ზე არ გაიყოფა, მეგობრებო, იმიტომ ციფრთა ჯამი არ არის 9-ის ჯერადი. და შესაბამისად ზუსტი კვადრატიც ვერ იქნება. ზუსტად იგივე ლოგიკა შევიდა 126-ს. იგი ნახოთ ახლა რა ხდება 27 ნომერში. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ოქროები 1, 2, 4, 5 ციფრები და ორი ამოცანა გვაქვს. ისე უნდა შევქმნათ 4-ვე ციფრის გამოყენებით ორნიშნა რიცხვები, რომ მათი სხვავა რაღაც AB-ს მინუს CD უნდა გამოვიდეს მაქსიმალური და მეორე შემთხვევაა AB-ს მინუს CD იგივე უნდა გამოვიდეს მინიმალური. მეგობრებო, ახლა ამოცანას ბევრ დროს არ დავკარგოთ. რომელთა ნამრავლი, ორი ორნიშნა რიცხვი უნდა გავაკეთო, აი ნამრავლი. პოტიში წავშალოთ. ნუ ნამრავლი მაქსიმალური რომ იყოს, რაც შეიძლება დიდი რიცხვები უნდა იყოს ეს ორნიშნა აღებული და დიდი რიცხვები რომ იყოს, ცხადია 10-თა თადრიგზე უნდა ყოფილიყო უფრო დიდი რიცხვები. აი ნახეთ 4-ჯერ რაღაცა, 4 და რაღაცა უნდა მრავლდებოდეს 5 და რაღაცაზე. აი რაღაცაზე, ასე ეს თადრიგები იყოს x და y იყოს ერთეულთა თანგრზე დგომი ციფრები და ყველა ვარიანტში ათეულებში უნდა წასულიყო 4 ერთგან, მეორეგან 5. და ახლა აქაც შეიძლება ლოგიკურად მიხვდე რომ აი ორიანი უნდა იყოს x-თან, იმიტომ რომ 50 უფრო დიდზე გავრავდეს, მაგრამ აქ უკვე შეგიძლიათ ორი შემთხვევა განიხილოთ. რა იქნებოდა ორი შემთხვევა? ან 41-ჯერ 52 იქნებოდა პასუხი, ან 42-ჯერ 51. ნუ რომ გადაამრავოთ ახლა ეს ვაჩვენთ რამდენი გამოდის ახლა 4-ჯერ 52 ეგ არის 208, 208-ს დამატებული 21 რამდენია 249, ხო? ნუ იმედია არ მეშლება ახლა აქ ანგარიში. აურას ვაკეთებ. ნულიანი ცუდად დავთვალე. ესე იგი 40-ჯერ 2 დაგდავდი 2 0 100 და 0, ხო? და ემატება 52, ხო? 1-ჯერ 52. 2 1 3 2 და 2132 და ქვემოთ იქნებოდა მეგობრებო რომ დავთვალოთ ახლა ეგ რა გამოდის 2142. ნუ ძალიან დიდი განსხვავებაც არ გამოვიდა, მაგრამ აი ეგაა მაქსიმალური შედეგი. ანალოგიურად
ქვემოთაც ასე იმშელებთ, აი მინიმუმის შემთხვევაში პირიქით ანუ ერთიან უნდა ყოფილიყო ათეულების თანრიგზე, ორიან უნდა ყოფილიყო ერთეულების თანრიგზე და ნუ სად უნდა იყოს ახლა ალბათ ხუთიანი აჯობებდა ორიანთან, იმიტომ რომ უფრო ნაკლებ ათეულებზე გამრავდებოდა და და აქაც ორ შემთხვევას განიხილავდით, ან იქნებოდა 14 ჯერ 25, ან იქნებოდა 15 ჯერ 24 და ნუ უფრო მცირე შედეგს გვაძლევს ზედა 350 როქრებოდა, ნუ აქ იქნებოდა პასუხი. კარგი, ნუ არ იმედი არ გამიწყებით, ამაზე მე დროს თუ არ დავხარჯავ. უფრო საინტერესო ამოცანა, აგერ გვაქვს 22 და 29. კარგი ბატონო. 122 ამოცანა 2-ის 1000-ზე ხარისხი, რომ გავყოთ 7-ზე ნაშთი რა იქნება? ცოტა შეიძლება შეგვეშინდეს, ხო? მაგრამ აი ხარისხებთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე ჩვენ გვაქვს და რა გვაძლევს ეს გამოცდილება, მეგობრებო? ამან ჩვენ გვასწავლა კანონზომიერება უნდა აღმოვაჩინოთ, ხო? წინა ვიდეოში გვაქვს ეს განხილული. არ შეგვეშინდეს მსგავსი დიდი რიცხვების და უბრალოდ უნდა აღმოვაჩინოთ კანონზომიერება. ანუ უნდა დავიწყო 2-ის 1 ხარისხი უნდა ვნახო 7-ზე გაყოფის დროს რას მაძლევს ნაშთს. ეს არის მეგობრებო 2 პატარა რიცხვის დიდ რიცხვზე გაყოფის დროს, მერე 2-ის კვადრატს ვნახავ 7-ზე გაყოფის დროს რას მაძლევს ნაშთს, ეს არის 4. 2-ის კუბი რას მაძლევს 7-ზე გაყოფის დროს ნაშთს, ეს არის მეგობრებო 1. 2-ის მეოთხე ხარისხი რას მაძლევს 7-ზე გაყოფის დროს ნაშთს, ეს არის 2 და როგორც ხედავთ გამეორება დაიწყო. ანუ პერიოდი არის სამნაბიჯიანი, ესე ყოველი სამი ნაბიჯის მერე გამეორდება ნაშთები, გამორიცხული ამეტი ხანი არაფერი არ იქნება აქ. და ნუ როგორ მოვიქცევით? ესე იგი მე რადგანაც 1000 ნაბიჯი მაქვს გადასადგმელი და ყოველი სამ-სამი ნაბიჯის მერე ნაშთი მეორდება, 1000 გავყოფთ 3-ზე, რაღაც არის პასუხი ახლა სპეციალურად 333, მაგრამ არ წერ ამას. განაყოფი რაც არის, იმდენჯერ დავარტყავდით სრულ წრეს, ან ბოლოში ჩამოვიდოდი, იმდენჯერ ერთად მოვიდოდი და მე ნაშთი არის 1, ანუ კიდევ ერთი ნაბიჯი მექნებოდა გადასადგმელი და ანუ მოვიდოდი აი აქ 2-თან. ესე იგი გამოდის მეგობრებო, რომ 2-ის 1000-ზე ხარისხი რომ გავყოთ 7-ზე, ნაშთი იქნებოდა 2. ახლა აქ ერთი მანერაა მეგობრებო, თვითონ ნაშთების დათვლაშიც გახსოვდეთ, რომ გამოსახულების ნაშთი როგორ ითვლება თითოეულ წევრს დათვლი რას გაძლევს ნაშთს, შედეთ, აი მაგალითად 2-ის მე-14 ხარისხი როგორ უნდა გაიგო 7-ზე გაყოფის დროს ნაშთს რას გაძლევს. აქ შეიძლება მოგეჩვენათ ახლა რომ მე 2 ამყავდა ხარისხში და ისევ ვთქვა 2-ის მე-4, ანუ 2 მერვე 8 დავინახე, გავყავი, აქაც 16 დავინახე და გავყავი 7-ზე. ხო, პრინციპში მასე ვთქვი, მაგრამ 2-ის მე-14 ხარისხი ახლა დიდი რიცხვია და როგორ უნდა დათვალო? 2-ის მე-14 ხარისხი არის 2-ის 13 ჯერ 2-ის 1 ხარისხი. შენ წინა ჯერზე ხო გექნებოდა უკვე დათვლილი 2-ის 13 რას გაძლევდა ნაშთს. ნუ 2-ის მე-13 ხარისხი ნაშთს გაძლევდა 2-ს. თვითონ 2-იანი რას გაძლევს ნაშთს? გაძლევს 2-ს 7-ზე გაყოფის დროს, ხო? ანუ ნაშთი რა იქნებოდა 2 ჯერ 2, ანუ 4. და ასე დათვლიდით 2-ის მე-14 ხარისხი რას მოგცემდათ ნაშთს. კარგი. მოდი ახლა 129 ამოცანასაც შევტიოთ. ცოტა ისეთი რთული ამოცანა ჩანს, ხო? 7 აიყვანეს 7-ის მე-7 ხარისხში, ამ ხარისხში აიყვანესო და რისი ტოლი შეიძლება, რისი ტოლია შედეგი ბოლო ციფრიო რა. აჰა, ამის ბოლო ციფრს ითხოვ. ოპა. თითქოს და საგანგაშო სიტუაციაა, მაგრამ შეგვაშინეს, მაგრამ რა ხდება ახლა? ისევ და ისევ ვიწყებთ. 7-ის 1 ხარისხი რითი ბოლოვდება? არაურიოთ ახლა. წინა ამოცანა იყო ნაშთებზე, 22, ახლა არის ისევ ბოლო ციფრებზე. გავყვეთ. ჯერჯერობით ბოლო ციფრებზეა ისე. 7-ის 1 ხარისხი ბოლოვდება 7, 7-ის კვადრატი ბოლოვდება მეგობრებო 9-ით, 7-ის კუბი ბოლოვდება 3-ით, ხო? 7-ის მე-4 ხარისხი ბოლოვდება 1-ით. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ციფრების პოვნის დროს, აი ხარისხებთან დაკავშირებული ამოცანებში,
7-ით დაბოლოებული რიცხვის ხარისხები მარტო 4-ნაირ დაბოლოებას გვაძლევენ და როდესაც 7-ის ენი ხარისხი მაინტერესებს რა მაძლევს მე ბოლო ციფრს, მე თვითონ უნდა ვიცოდე ენი 4-ზე გაყოფის მიმართ როგორი რიცხვია. ანუ რას მაძლევს დაშts. ესე იგი ენი როგორია? 4 კ-სახისა, 4 k+1 სახისა, 4 a+2 სახისა, 4 k+3 სახისა, თუ როგორია, ხო? სულ ასეთი სამნაირი რიცხვი, 4-ნაირი რიცხვი გვაქვს, ხო? და შესაბამისად, თუ გავარკვევ მე როგორი სახის რიცხვი არის, მეგობრებო, და ენი 4-ზე გაყოფის მიმართ, მე მეწოდინება უკვე რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგა, ანუ რა ციფრით დაბოლოვდება, სად უნდა გავჩერდი აქ 7-თან, 9-თან, 3-თან თუ 1-თან. ანუ ფაქტობრივად ამოცანა სანამდე ის. 7 რომ გვაქვს ჩვენ აქ 7-ის მე-7 ხარისხში აყვანილი. აი ეგ უნდა ვიცოდე, როგორი სახის რიცხვია 4-ის მიმართ, ანუ 4-ზე გაყოფისას რა დაშts მაძლევს 7-ის მე-7 ხარისხი. აი დაშტი თურმე რა შუაშია. 7-ის 1 ხარისხი 4-ზე გაყოფის დროს დაშts რას მაძლევს? 3-ს. 7-ის კვადრატი 4-ზე გაყოფის დროს დაშts რას მაძლევს? თუ გინდა დათვალე 7-ის კვადრატი 59 არის და დაშტი 1-ია. 7-ის კუბი 4-ზე გაყოფის დროს დაშts რას მომცემს? 7-ის კუბი მეგობრებო ხომ არის 7-ის კვადრატი ჯერ 7-ის 1 ხარისხი და 7-ის კვადრატი დაშts გვაძლევს 4-ზე გაყოფის დროს 1-ს, თვითონ 7-იანი 4-ზე გაყოფის დროს დაშts გვაძლევს 3-ს, ამიტომ 7-ის კუბი 4-ზე გაყოფის დროს დაშts მოგცემს 1-ჯერ 3-ს. და დაიწყო გამეორება. ანუ გამოდის რომ 7-ის ხარისხები 4-ზე გაყოფის დროს მარტო 2-ნაირ დაშts გვაძლევენ. 3-ას ან 1-ას. კენტი ხარისხები მომცემენ დაშts 3-ს, ლუცი ხარისხები მომცემენ დაშts 1-ს. ანუ 7-ის მე-7 ხარისხი რომ გავყო 4-ზე, რადგანაც კენტი ხარისხია, ესე იგი დაშts რას მაძლევს? აუცილებლად 3-ს. 4-ზე გაყოფის დროს თუ 7-ის მე-7 ხარისხი 3-ს მაძლევს დაშts, როგორი ტიპის რიცხვი ყოფილა? 4k+3 სახის რიცხვი ყოფილა. ანუ გამოდის რომ მეგობრებო აი 7 რა ხარისხშია ასული აქ? როგორ ხარისხშია? 7 არის ასული 4k+3 სახის ხარისხში. შესაბამისად, აი აქ ციკლი რომ დატრიალდება, რა დაშts მომცემს? აი მესამე ადგილზე რაც წერია. ესაა 4k+1 სახის რიცხვი. ეს იმიტომ რომ 1 როცა იქნებოდა დაშტი 4-ზე გაყოფის დროს, მაშინ გავჩერდებოდი აქ. ესაა 4k+2 სახის რიცხვი. ესაა 4k+3 რიცხვი და ესაა 4k სახის რიცხვი. იმიტომ 4-იანი 4-ზე უნდა შტოთ იყოფა, ხო? და რადგანაც 7-ის მე-7 ხარისხიც იყო 4k+3-ის რიცხვი, ამიტომ 7-ის ეს ხარისხი დაბოლოვდებოდა მეგობრებო 3-ით. მოდით ოქროები ეს იყოს ახლა დღევანდელი დღის ანუ ამ ვიდეოს ბოლო ამოცანა და დაფიქრდით კარგად, გაიაზრეთ და აბა იმედია მსგავს ამოცანებს გააკეთებთ. ნუ ახლა ცოტა ზედმეტად რთულია გამოცდისთვის და გამორიცხულია გამოცდაზე არ ვარ, მაგრამ ძალიან კაი სააზროვნო სიტუაცია იყო მეგობრებო.